პაციენტებისთვის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოა, თუმცა უფასო ამ ქვეყნად არაფერი არ არის. ეს არის შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებით აღებული გრანტი, რომელიც უკვე 2004 წლიდან მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა 2004 წელს დაიწყო მისთვის მზადება და 2005 წელს უკვე პირველი პაციენტები მივიღეთ. მას შემდეგ დღემდე ეს გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს როგორც თვითონ ჩანაცვლებით თერაპია, ასევე აი ამ სარეაბილიტაციო ცენტრის მუშაობა, რომელიც ძირითადად არის მაინც აი ამ ჩანაცვლებით თერაპიაში მყოფი ადამიანებისთვის. ამჟამად საქართველოში არის ორი ტიპის პროგრამები დაფინანსების წყაროს მიხედვით. ერთი გახლავთ ეს გლობალური ფონდის პროგრამები, რომლებიც აბსოლუტურად უფასო არის პაციენტისთვის. მეორე გახლავთ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობს თანადაფინანსებით. უმეტეს ნაწილს ხარჯებისას იხდის სახელმწიფო, ხოლო გარკვეულ ნაწილს თვეში 150 ლარს იხდის პაციენტი. წელს ესეთი სიახლე გვაქვს, რომ აი ამ სახელმწიფო პროგრამებისთვისაც თბილისის მერიამ თბილისის ცენტრებისთვის გამოყო გარკვეული კვოტა დაფინანსებისა. დაახლოებით 100-მდე ადამიანს, რომლებიც სოციალურად დაუცველ პიროვნებას მიეკუთვნებიან, ანუ მათი შემოსავალი ძალიან დაბალია და აქვთ გარკვეული ქულები ეს სოციალურად დაუცველობისა. აი ამ ადამიანებისთვის მერია ახდენს აი ამ თანადაფინანსების 150 ლარის გადახდას. ასე პრაქტიკულად ეს ხალხი უკვე უფასოდ ერთვება თვითონ სახელმწიფო პროგრამებშიც. გარდა ამისა, ვთქვათ, აი ინფიცირებული პაციენტებისთვის პრაქტიკულად მთელ საქართველოში უფასო გახლავთ ეს პროგრამები. მინდა ვთქვა ჩვენ და საამაყოთ, რომ მსოფლიოში საკმაოდ სუთიცა ჩამოსათვალ ქვეყნებში არის პენიტენციალურ სისტემაში ჩანაცვლებითი პრეპარატების გამოყენების პრაქტიკა. და 2008 წლიდან საქართველოში დაიწყო ნომერ მერვე საპრობილეში, ეგრეთ წოდებულ გუდანის ციხეში ეს მკურნალობა